მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი ლექცია ეხება გაერთიანების საკითხს, გაერთიანებას როგორც მნიშვნელოვან ეტაპს მსოფლიოს განვითარებაში და ეს არის ევროპაში და საქართველოში. ძალიან მოკლედ გეტყვით რა საკითხებზე გვექნება საუბარი ლექციაზე. ეს არის ევროპის დაფუძნების პერიოდი, ამ პერიოდში იქნება ევროპა. ეს არის ევროპაში ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პერიოდი. ეს არის სლავების გაქრისტიანება. აგრეთვე ეს არის ქართული იდენტობისთვის გაერთიანების ფენომენის განსაზღვრა. თუ რაში მდგომარეობს და რატომ არის მნიშვნელოვანი. წინა ლექციაზე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მენტალურ გაერთიანებაზე. გახსოვთ და ახლა ვისაუბრებთ უკვე მის პოლიტიკურ გაერთიანებაზე. ამ დროს იქნება ტერმინი ევროპა და ამ დროს იქნება ტერმინი საქართველო, რომელიც ორივე ფასეულობითი ცნებებია. დავიწყოთ ბიზანტიით. ამ პერიოდში ბიზანტია აღმავლობით გამოირჩევა, რაღაცა დაძლია თავისი რაღაცა დაუშვათ იქ რაღაც რელიგიური დაპირისპირებები და ასე შემდეგ და ცნობილი იმპერატორები ნიკიფორე, ბოკა, იოანე პირველი, ბასილი მეორე, ესენი არიან, რომლებიც პირველ დარტყმს აყენებენ არაბებს და ბიზანტიელთა ჯარები ჩდებიან იერუსალიმში. დაიდება ხელშეკრულება წმინდა მიწის დაცვის შესახებ. ამ დროს იქნება ბულგარეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1071 წელს მანასკერტთან ახალი აქტორის წინააღმდეგ მსოფლიოსი სელჯუკების წინააღმდეგ მარცხდება ბიზანტია. 1054 წელს ხდება სქიზმა, ანუ განყოფა, როდესაც გაიყოფა ერთიანი ქრისტიანული ქსოვილი, დაიყოფა ორად კათოლიციზმად და მართლმადიდებლობად. ეს რომ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს განყოფა არ იყო მოსალოდნელი, თუმცა დღემდე ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. კონფლიქტი ძალიან მოკლედ თქვენ გექნებოდათ ალბათ თემურთან საუბარი სქიზმის შესახებ. მე ისტორიული თვალსაზრისით გეტყვით მხოლოდ როგორც ისტორიულ მოვლენას რა ხდებოდა ამ დროს. ეს იყო განვითარდა ასე რომ დაპირისპირებული არიან აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიები, ანუ პირველობისთვის მიმდინარეობს რაღაცა გარკვეულწილად ბრძოლა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის და კონფლიქტის თითქოს დამოსაგვარებლად, რომელიც თანდათანობით ღრმავდებოდა, რომიდან კონსტანტინოპოლში გააგზავნიან კარდინალ ჰუმბერტს, რომელიც ჩაიტანს იქ სინამდვილეში მისივე ხელით დაწერილ წერილს, რომელსაც აგრეთვე თითქოს და რომის პაპი ამტკიცებდა იმას, რომ ის არ ცნობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციას და უბრალოდ მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, აგრეთვე თითქოს და უარყოფდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის ტიტულს. ერთ-ერთი ასეთი კამათის დროს ჰუმბერტმა დადო ბულა აია სოფიას საკურთხეველზე, რომლითაც გამოაცხადა რომისაგან განკვეთილად კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიხეილ კელვრარიოსი. თავის მხრივ იგივე გააკეთა პატრიარქმა. ანუ გაფორმდა ფაქტობრივად ერთიანი ქრისტიანული სამყაროს ორად გაყოფა. და თითქოს ძალიან მარტივად, თუმცა ამას რაღაცა ბევრი წლის გარკვეული დაპირისპირება ჰქონდა საფუძვლად. თავარი გქონდათ ლექცია კათოლიციზმზე იყო, კი ბატონო. აღარ შევეხები, მაშინ თქვენ იცით ფილიოქვეს საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის განმასხვავებელი. და მთავარი, რაც სწორედ დოგმატური საკითხია. ამიტომ მქონიათ ამაზე საუბარი და ამაზე აღარ გავაგრძელებ. ახლა რაც შეეხება ინგლისს ამ პერიოდში
უნდა კონტინენტურ ევროპაში ჩაბმა, მაგრამ ხელს უშლიან დანიელები და მათი თავდასხმები. ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერდებიან ისინი, რომლებიც ერთი სახელით არიან ცნობილი, მათ ნორმანები ეწოდებათ, აგრეთვე ისინი ვიკინგების სახელით არიან ცნობილი, რომლებიც ებრძვიან და თავს ესხმიან სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ინგლისს ეს ნორმანები, ანუ ჩრდილოეთის ხალხი, Northmen, აქედან მომდინარეობს ეს სახელწოდება, რომელშიც იგულისხმებოდნენ ზოგადად ჩრდილოეთის ხალხები, მაგრამ დანიელები მათ შორის ყველაზე მეტად იყვნენ და წინაურებულები. ეს ვიკინგები იყვნენ კარგი მეომრები, მეზღვაურები და ვაჭრები. და ევროპას ესხმიან თავს და მათი ბელადი ერთ-ერთი პარიზამდეც კი მივიდა და ჰერცოგის ტიტული მიიღო. ამ პერიოდში ძლიერდება, იქმნება ჯერ და მერე ძლიერდება რუსეთის სახელმწიფო, რომელსაც ეწოდებოდა კიევის რუსეთი. მისი პირველ მთავრად მიიჩნევა ლეგენდარული კი, ხოლო ნორმანთა, ანუ ვიკინგების მთავარი იყო რიურიკი და რუსული დინასტიის ნორმანული წარმომავლობა, რუსული ნარატივი იყო მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში. დღეს და უკვე 10 წლეულია, რაც პუტინი და ხელისუფლება რუსეთისა იძენს და ეძებს ახალ იდენტობას, რაზეც რაცა ბევრი ინსტიტუტები იქმნება და საკმაოდ ფული იხარჯება რუსეთის სლავური წარმომავლობის შესახებ, რომელიც არსებობდა, მაგრამ იმ პერიოდის საბჭოთა პერიოდში რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომელსაც აგრეთვე რუსეთში ასწავლიდნენ, სწორედ ნორმანული წარმომავლობა არის მათი და პირველი დინასტია სწორედ თვლიდნენ, რომ იყო ნორმანული. ანუ იქნება დღეისთვის რაღაცა ახალი რუსული იდენტობა. იდენტობის ძიება მე ერთხელ გითხარით, რომ პირველ ლექციაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია მსოფლიოს სახელმწიფოებში, იმიტომ რომ ეს მათ სიძველეს, მათ მსოფლიოში ადგილს და ასე შემდეგ გამოხატავს. ჩვენ არ გვაქვს საძიებელი იდენტობა, თუმცა ბევრი ხალხი, მათ შორის რუსები დღესაც ეძიებენ თავიანთ იდენტობას. 988 წელს ქრისტიანობას იღებენ, მე-9 საუკუნეში იქნება კიევის რუსეთი პირველად და უკვე მე-10 საუკუნის ბოლოს ქრისტიანობას იღებს კიევის რუსეთი და კერძოდ მთავარი ვლადიმირი. ძალიან ისეთი დამახასიათებელი არის მათი გაქრისტიანება. ეს ვლადიმირი არის წარმართი, მთაზე აქვს დადგმული მთავარი კერპი, რომელიც იყო ვერცხლის თავიანი ქანდაკება, რომელიც შემდეგ უშუალოდ რუსეთის გერბზეც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდხანს უკვე რო ქრისტიანები იყვნენ მას შემდეგაც. მსხვერპლად შეწირა მან ორი ვარიაგი, ანუ რუსული წყაროები ვარიაგებს უწოდებენ სწორედ ვიკინგებს. და თანდათან დაეჭვდა ამ კერპების ძლევამოსილებაში და დაიწყო ძიება ახალი ღმერთისა. ძალიან ბევრი ჯულის ქადაგებელი დაიძრა რუსეთისკენ, ვლადიმირმა გადაწყვიტა, რომ მიეღო ქრისტიანობა. ანუ აირჩია ქრისტიანობა, მაგრამ დამამცირებლად მიიჩნია, რომ ეთხოვა ბიზანტიისათვის, რაც ჩვეულებრივ წესი იყო. ამიტომ ესეთი მათთვის ამ ერთობისთვის მახასიათებელი გზით წავიდა და არა ითხოვა და უშუალოდ გაუშვა დესპანები და ითხოვა გაქრისტიანება, არამედ ჯარი დაძრა კონსტანტინოპოლისკენ და საზღვარზე მისული მოსთხოვა განათესავება მათ, ანუ თქვენი იმპერატორს მოსთხოვა, რომ შენი დამომათხოვე ცოლათო, სამეფო ოჯახისთვის ბარბაროსებთან დანათესავება არ იყო სასურველი, მაგრამ შიდა აჯანყებებით იყო დატვირთული ბიზანტია, ეს იყო ბარდასკლიეროსის, ბარდაფოკას აჯანყებებით და ამიტომ ვლადიმერთან შებრძოლების
არც სურვილი და არც თავი აღარ ქონდათ ბიზანტიელებს, მაგრამ ამ მისი დის მითხოვების პირობად იმპერატორმა მოსთხოვა ვლადიმირს გაქრისტიანება. ვლადიმირმა უკან დაიხია და როდესაც ჩავიდა ანა ბიზანტიის იმპერატორის და ხერსონში, ვლადიმირი დაბრმავებული დახვდა. ანა სასწრაფოდ შესთავაზა მას მონათლა და ემბაზიდან ამოსული ვლადიმირს აეხილა თვალები და კიევის მცხოვრებლები მდინარე დნეპრში მონათლეს. ასეთი მცირე ნარატივი არის ახლა ყოველგვარი რაღაცა ჩაღრმავების გარეშე შევადაროთ ქართლის გაქრისტიანების პროცესს აბსოლუტურად სხვა ნარატივია. აქ კარგად ჩანს დაუშვათ პოლიტიკური სარჩული, რადგანაც პოლიტიკის დამხმარედ გამოყენება ქრისტიანობისა, რაც ქრისტიანობისთვის მიუღებელი, მაგრამ რუსული იმპერიისთვის სრულად მისაღები, როგორც მაშინ, ისე ეხლა თანამედროვე რეალობაშიც ეს ასეთი რეალობა არის სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულებაში. მე-7 საუკუნიდან იწყება აგრეთვე ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან ევროპის ქრისტიანიზაციის პროცესი, ანუ ხდება ევროპის გაქრისტიანება. პირველად ანგლოსაქსები იღებენ ქრისტიანობას, შემდეგ სერბები და ხორვატები, ესენი არიან პირველი ხალხი, რომლებიც იღებენ ევროპაში ქრისტიანობას. შემდეგ იწყება უკვე სლავი ხალხის შესვლა ქრისტიანულ ოჯახში გაქრისტიანების გზით და მე-9 საუკუნიდან სლავების გაქრისტიანების საქმე სათავეში ჩაუდგნენ ძმები კირილე და მეთოდე. ესენი იყვნენ მაკედონიიდან, ქალაქ თესალონიკში დაიბადნენ. ეს ქალაქი იყო სლავებით დასახლებული და ბავშვობიდან ისწავლეს სლავური. ძმებმა კარგად იცოდნენ, რომ სარწმუნოების უკეთ შეცნობისათვის დამწერლობა იყო აუცილებელი, რადგანაც ქრისტიანობა წიგნიერი რელიგია იყო და ამიტომ შექმნეს მათ სლავებს, შეუქმნეს მათ ამბანი, გლაგოლიცა, მათ თარგმნეს სლავურად ფსალმუნები, კურთხევანი, ძველი და ახალი აღთქმა და სახარებას წინ უძღოდა სწორედ კირილეს მიმართვა სლავებისადმი. და უკვე მოგვიანებით ისინი შერაცხოდნენ წმინდანებად. ეს უკვე მაშინ, როდესაც პაპი, რომელიც თვითონ პოლონელი იყო, მე-20 საუკუნეში გადაწყვეტს მათ წმინდანებად შერაცხვას და კირილე და მეთოდე დღეს არიან სწორედ წმინდანად შერაცხულები. ამის შემდეგ ხდება ესპანეთში მუსლიმთა თანდათანობით შესუსტება ზეგავლენისა და ქრისტიანების მომძლავრება. ევროპა ათავისუფლებს პირინეის ნახევარკუნძულს მუსლიმებისაგან. დიდი გავლენა იყო პირინეებზე საუკუნეების განმავლობაში და დღესაც ვინც ყოფილხართ ამ ქვეყნებში პირინეებში, იქ აშკარად მიქსია ქრისტიანული და მუსლიმური კულტურისა, რითაც ძალიან საინტერესო არის ეს ქვეყნები ერთგვარად, მაგრამ ის რომ მთელ ევროპაში მხოლოდ პირინეი რჩებოდა ქრისტიანობის გარეშე, ეს გადაჭრა ერთგვარად ევროპამ და მე-11 საუკუნიდან უკვე ესპანეთში ძლიერდებიან ქრისტიანები და ამით ქრისტიანობამ უკვე მოიცვა სრულიად ევროპა. ამრიგად ევროპაში მე-7 საუკუნიდან დაწყებული, მე-11 საუკუნით დასრულებული თავდება ქრისტიანების პროცესი და ძლავრდება ქრისტიანული ღირებულებები. მე-9 საუკუნეებში წყაროებში, წერილობით წყაროებში ჩნდება ევროპა. აქამდე ეს ტერმინი არ არსებობს. ტერმინი ევროპა ჩნდება, რომელიც აშკარად ჩანს, რომ არა პოლიტიკური ან გეოგრაფიული სახელწოდებაა, რამდენადაც ერთობის მნიშვნელობით გამოიხატება, რაც ევროპის გაქრისტიანების შემდეგ თვალნათელია. ევროპა არ არის ადგილი. მისი შექმნის, ანუ ტერმინის შექმნის დროს. ის არის იდეა. ევროპის ერთიანობას ქმნიდა ქრისტიანობა და ზოგადად ევროპის შეკავშირება
და მისი როგორც ჩამოყალიბება და თუნდაც მისი სახელწოდების ანუ ტერმინის ჩამოყალიბება მოხდა ქრისტიანობასთან კონტექსტში და ქრისტიანობა ევროპა იძენს ახალ შინაარს, ანუ ქრისტიანულად მარკირებულის შინაარს და ევროპის შექმნის საფუძველი ხდება ფასეულობათა სისტემის ერთიანობა, ანუ მსოფლმხედველობა მრწამსი, ევროპის გაერთიანება სხვა არაფერს ნიშნავს თუ არა ქრისტიანულ გაერთიანებას. ამრიგად ევროპა გაერთიანდა idეის გარშემო, მსოფლმხედველობის გარშემო, რომელსაც ქვია ქრისტიანობა. თანამედროვე რეალობაში ეს სხვაგვარად გვაქვს. დღეისთვის ევროპა არ წარმოადგენს ქრისტიანულ ერთობას, ყოველ შემთხვევაში ამ იდეით შეკავშირებულს არ წარმოადგენს. თანდათანობით იწყება მომდევნო საუკუნეებში ამ იდეის დევალვაცია და დღეს ხედავთ ევროპა რა რეალობაშიც არის. თუმცა დღეისთვის ძალიან ბევრ წრეში არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი არის იმისა, რომ ევროპა დაუბრუნდეს თავის საწყის იმით, რითაც შეიქმნა. შესაძლოა ეს წრეები არ არის დავუშვათ ძალიან ფართო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ევროპულ ნარატივში ეს ხმა აშკარად ჩანს და ძალიან ბევრი მეცნიერი სწორედ ამ როგორც ისტორიკოსი ისე სხვა მიმდინარეობისა და სხვა დარგის სპეციალისტები სწორედ ამისკენ ბრუნდებიან. ახლა რაც შეეხება შევეხოთ გაქრისტიანების ფენომენს საქართველოში. იმ პერიოდიდან, როდესაც ვიწყებთ ჩვენ ახლა საუბარს, ეს არის მე-10 საუკუნის 70-იანი წლები, ანუ ის დრო ზუსტად, როდესაც იქნება ევროპა, საქართველო პირველად იქნება ერთიან სახელმწიფოდ, ხდება ქართული მიწების გაერთიანება ერთ სახელმწიფოდ. მერვე საუკუნის ბოლოს და მე-9 საუკუნის დასაწყისში საქართველო იშლება სამეფო სამთავროებად და ამ დროს მე-10 საუკუნის 70-იან წლებში ქართულ ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ტეხილი სწორედ გაერთიანების პროცესია, რაზეც იწყება საუბარი. ეს არის ის, რომ აღდგეს მეფობის კონცეფტი და შეიქმნას ერთიანი მეფობის ინსტიტუტი. ამ დროს იქნება ტერმინი საქართველო, აქამდე ჩვენ ქვეყანას ეს სახელი არ ერქვა და ისიც არა გეოგრაფიული ან პოლიტიკური ტერმინია, არამედ ფასეულობითი ცნება. ამ პერიოდის საქართველოში მუსირებდა გაერთიანების იდეა, რაც ელიტის და ხალხის ინტერესს გამოხატავდა. ქართლი, როგორც გაერთიანების ცენტრი, არის და აშკარად ჩანს, რაც ნიშნავს და რაც გამოიხატება იმაში, რომ ქართლის ცხოვრება პირდაპირ წერს, რომ ვინც დაეპატრონება ქართლს, ის იქნება საქართველოს გამაერთიანებელი. ანუ პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ უნდა დაიწყოს ქართლიდან გაერთიანება. ბრძოლა ქართლსა ზედა, ასე გამოხატავს მატიანე ქართლისას ავტორი საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას და ბრძოლა ქართლსა ზედა ნიშნავს სწორედ ამას, ქართლის დაპატრონებას. კითხვა ისმის, რატომ მაინდა-მაინც ქართლი? ის თუკი ჩვენ რუკას გადავხედავთ აი პერიოდის საქართველოს რუკას, არც ტერიტორიულად და არც პოლიტიკურად არ არის დაწინაურებული. დაშლილი საქართველოს სამეფო სამთავროებს შორის. დაშლილი საქართველო ასე გამოიყურება: კახეთი, ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი, აფხაზეთი. ქართლი მათ შორის ყველაზე პატარა, ეს არ არის სამეფოც და როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურადაც ამ სამეფო სამთავროებს შორის დაწინაურებულ პოზიციებს არ იკავებს. მაგრამ სწორედ აქ არის ქართული ერთობის მისიის აღსრულების ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი და ამიტომ თავდაპირველადვე არის ეს, რომ მცხეთიდან უნდა დაიწყოს ის, რასაც ქვია კონსოლიდაციის პროცესი და სწორედ მცხეთა უნდა გახდეს ადგილი ამ კონსოლიდაციის. ამას გარდა გაერთიანების პროექტის ავტორებიც და პრეტენდენტიც გაერთიანებული საქართველოს ტახტზე სწორედ ქართლის მკვიდრნი არიან.
აუცილებელი და რთული პროცესია ეს, მაგრამ ძალიან დიდ რაღაც სირთულეებთან არის დაკავშირებული. პირველი არის ის, რომ ეს სამეფო სამთავროები უკვე თითქმის 2 საუკუნეა, რაც ცხოვრობენ დამოუკიდებლად, ანუ ცხოვრობენ დაშლილობაში. დაშლილობა პირველ რიგში სეპარატიზმს გულისხმობს, რაც თავის სამეფო სამთავროში ყველა დინასტია კარგად გრძნობს თავს და მას ამის დათმობა ფაქტობრივად დიდი სურვილი ამის დათმობისა არ აქვს. ამიტომ უნდა იყოს შემუშავებული ისეთი გეგმა და რაც თავარია, უნდა მოინახოს ისეთი კანდიდატი, რომელზეც ყველა შეთანხმდება და რომელზეც არ იქნება დაპირისპირება, დაუშვათ ძმათა შორის ბრძოლა და ასე შემდეგ. ანუ ერთგვარად შედგება კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც გაერთიანებული საქართველოს მეფე, როდესაც 2 საუკუნე უკვე დაშლილია ქვეყანა, საკმაოდ რთული ესეთი გამოსაძებნია. ეს ყველაზე რთულია, რადგანაც მარტივად ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ივანე მარუშიძე, რომელიც არის ვინც ვიცით ჩვენ ყოველ შემთხვევაში, რომელიც წყაროში არის დასახელებული ამ პროექტის ავტორი, მას როგორც ჩანს ყავს რა თქმა უნდა თავისი პოლიტიკური ჯგუფი, თავისი პოლიტიკური პარტია, რომლებსაც კანდიდატიც შერჩეული ყავთ და მისი გუნდი გაერთიანებული საქართველოს ტახტის პრეტენდენტად აცხადებს ბაგრატ ბაგრატიონს, იმხანად არასრულწლოვანს, 14 წლის არის ბაგრატი ამ დროს, მაგრამ მას აქვს ის, რაც სხვას არ აქვს. ის არც ცნობილია, არც რაიმე დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, არც რაღაცა განსაკუთრებული თვისებებით არ არის, ყოველ შემთხვევაში მას არავინ არ იცნობს ასე, მაგრამ მას აქვს ძალიან დიდი პლუსი და ეს არის ის, რომ გაერთიანების კონტექსტში ის ყველაზე მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს დანარჩენი სამეფო სამთავროებისათვის. ეს პლუსი არის ის, რომ ის არის 2 ტახტის მემკვიდრე, ქართლის და აფხაზეთის ტახტის მემკვიდრე. ქართლის ტახტის მემკვიდრე, ანუ აღმოსავლეთ საქართველოსი, იმიტომ რომ მისი მამა გურგენი არის ქართლის ერისთავი და დასავლეთ ტახტის მემკვიდრე არის, იმიტომ რომ მისი ბიძა, დედის ძმა, უსინათლო და უშვილო თეოდოსის მემკვიდრე არის ბაგრატი. გამომდინარე აქედან საქართველოს რამდენადაც არ უნდა იყოს დაყოფილი, ის მენტალურად არის მაინც 2 ნაწილად დაყოფილი და ეს ნაწილები არის აღმოსავლეთი და დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის ტაო-კლარჯეთი, აქ არის კახეთი, ჰერეთი და ასე შემდეგ, საქართველოს მაინც იყოფა 2 ნაწილად, ამიტომ ამ 2 ტახტის მემკვიდრედ გვევლინება სწორედ ახალგაზრდა ბაგრატ ბაგრატიონი. ივანე მარუშიძე ძალიან საინტერესო და სწორ დიპლომატიურ სვლას აკეთებს, როდესაც ის მიდის ტაოში. ეხლა ყველაფერი თითქოს კარგად არის, მაგრამ ერთი სერიოზული კითხვის ნიშანი არის გაერთიანების კონტექსტში. ეს არის ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს იმდროინდელ საქართველოში, თუ კი მას მოუნდა გამეფება ის რაღაცა ხელშეუხებელი იქნება და მას კონკურენციას ვერავინ ვერ გაუწევს. ეს არის ტაოს მეფე დავითი, ისიც ბაგრატიონი, რომელსაც ბიზანტიური ტიტული აქვს კურაპალატი და ეს არის დავით მესამე კურაპალატი, რომელთანაც მიდის პირველ რიგში ივანე მარუშიძე. იმიტომ რომ მისი პოზიცია, მისი თანხმობა, თუ ზოგადად მისი დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი არის. რადგანაც როგორც გითხარით, ნომერ 1 ავტორიტეტია ის საქართველოში. ივანე მარუშიძე გააცნობს მას პროექტს საქართველოს გაერთიანების შესახებ და შესთავაზებს დავით კურაპალატს გახდეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე. დავითი უარს იტყვის.
ამაზე და მიზეზად მოიყვანს მის ასაკოვნებას. მაგრამ აქ როგორც ჩანს, მხოლოდ ამაში არ არის საქმე. დავითს, რომელსაც ისეთივე სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს, როგორც ზოგადად საქართველოს და მიუხედავად იმისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ამდენი ხანი უკვე დაშლილობაშია ეს ქვეყანა, ერთიანობის იდეა არის აბსოლუტურად ცოცხალი და სრულიად მისაღები ყველასთვის. ეს მე ვთვლი, რომ ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ამიტომ დავითს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრეობის პრინციპი, რომ კარგად იცოდა, რომ როგორი ავტორიტეტით სარგებლობდა ის, როგორი პოპულარული იყო ის საქართველოში, მას შესაძლოა ქონოდა პრეტენზია შიდა ქართლზე, მაგრამ არა აფხაზთა სამეფოზე. ანუ შეიძლება ყოფილიყო ეს აღმოსავლეთ საქართველოზე მისი პრეტენზია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოზე, რის გარეშეც საქართველოს გაერთიანება ვერ მოხდებოდა, უფრო მეტიც. დავით ტაუელმა არა მხოლოდ უარი თქვა ტახტზე, არამედ მან ბაგრატ ბაგრატიონი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა და ასე გახდა 14 წლის ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრე. ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოსი, ანუ ქართლის, დასავლეთ საქართველოსი, ანუ აფხაზეთის და სამხრეთ დასავლეთ საქართველოსი, ანუ ტაოს აკვარჯეთის სამეფოსი. ტაოს მეფე იყო ის და ჩავთვალოთ, რომ ტაოს ანუ სამხრეთ დასავლეთი საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ამით გადაწყდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, ამით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქართული იდენტობის ისტორიაში სახელმწიფოებრივად აზროვნების მაგალითი, როდესაც საკუთარი ამბიციების დათმობა ხდება, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და მიუხედავად დაშლილობაში ცხოვრებისა, კვლავ ცოცხალი არის ერთიანობის იდეა. ამიტომ ვამბობ, რომ კონსოლიდაცია ყოველთვის ეფუძნება იდეას. ის მყარია. მაგრამ ის გაერთიანება, რომელიც არ ეყრდნობა იდეას, ეყრდნობა ვინმეს ან ნებისმიერი პიროვნების გარშემო გაერთიანების იდეას, ის რა თქმა უნდა ერთგვარად მყიფეა ყოველთვის. პირველ რიგში დავით კურაპალატი, რასაც აკეთებს, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქართლის გაერთიანების გზაზე, ის თავისი ხელით შეიყვანს დავით კურაპალატი ბაგრატს უფლისციხეში. უფლისციხის ფლობა ნიშნავდა შიდა ქართლის ფლობას პირდაპირ, იმიტომ რომ ის უმთავრესი ციხე იყო ქართლისა და ამიტომ იქ დედას დაუნიშნავს რეგენტად, რადგანაც ბაგრატი არასრულწლოვანია და უკან გამობრუნდება ტაო-კლარჯეთში, მაგრამ ის ქართლის საზღვარს არც არის გაცილებული, რომ მას შიკრიკი დაეწევა და მოახსენებს, რომ კახელები შემოადგენენ უფლისციხეს და აპროტესტებენ დავითის ბაგრატის ფაქტობრივად გამეფებას. ანუ ეს უკვე ნიშნავდა ბაგრატის გამეფებას ქართლში. დავითი უკან ბრუნდება თავისი მხლებლებიანად და ეს არის 975 წელი. ჯერ იქ კახეთის მმართველს დაიბარებს და განუმარტავს, რომ რატომ ანუ მოსთხოვს ფაქტობრივად პასუხს იმაში, რომ ჩვენ ყველანი თანახმა ვართ და თქვენ არაო, რაც ნიშნავს, რომ ერთგვარად სეპარატიზმში დაძდებს ბრალს, ხოლო შემდეგ კახეთის მთავარი თხოვნით მუხლებში ჩაუვარდება თავის და თხოვს პატიებას და მოხსნის ალყას და აქ ამბობს დავითი თავის ისტორიულ სიტყვას, როდესაც შეკრებილი არის როგორც ქართლის ელიტა, ისე კახეთის ელიტა. დავით კურაპალატი ამბობს, რომ ეს არის შვილი თავთამად ქართლისათა, ის არის გაზრდილი ჩემი, ის არის უფალი ჩემი, მე ვარ მონა მისი. ნომერ პირველი ავტორიტეტი არასრულწლოვან ბაგრატზე ამბობს ამ სიტყვებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ბაგრატის რაიმე დამსახურებაში, არამედ იგულისხმება იმაში, რომ ქართულ ერთობაში, ქართულ იდენტობაში არის იმის
იდეა ცოცხალი, რომ გაერთიანება აუცილებლად უნდა შედგეს. ხოლო გაერთიანების პრეტენდენტი იყოს სწორედ ის, რომელსაც აქვს არა თუნდაც ერთი ტახტის მფლობელობა, რომელიც თუნდაც ნომერ პირველი ავტორიტეტია, რომელიც თუნდაც ძალიან პოპულარული კაცია საქართველოში, არამედ არასრულწლოვანი ბაგრატი, რომლის ლეგიტიმაცია უფრო მაღალია ვიდრე თუნდაც ბაგრატისა. დასავლეთას ასე შედგა აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანება ერთ სამეფოდ 978 წელს 3 წლის შემდეგ იოანე მარუშიძე, ბაგრატ ბაგრატიონი და მისი მომხრეები შედიან აფხაზეთში, გადააყენებენ ძალით თეოდოს, ბაგრატის ბიძას და ბაგრატს გამოაცხადებენ დასავლეთ საქართველოს მეფედ. ანუ ამით პოლიტიკურად გაერთიანდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებამდე განხორციელდა საქართველოს ეკლესიური გაერთიანება. ეს ასე მოხდა აფხაზთა მთავარმა ლეონ მეორემ ისარგებლა ხატმებრძოლეობით, რომელიც ბიზანტიაში იყო და ბიზანტია ძალიან დაასუსტა ხატმებრძოლეობამ და განუდგა მას და თავი ეგრის აფხაზეთის მეფედ გამოაცხადა. ანუ ამით დასრულდა ფაქტობრივად დასავლურ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი. დასავლეთ საქართველოს გაერთიანების და პოლიტიკურად ბიზანტიის გავლენისაგან გამოსვლის შემდეგ შეუძლებელი იყო, რომ ბიზანტიის საეკლესიო ჰეგემონობის მოთმენა ერთგვარად ყოფილიყო, რადგან ხატმებრძოლეობის აღიარებით, რასაც ბიზანტია აღიარებდა, წვალებლობის გზაზე დამდგარი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თავად გაემიჯნა მის იურისდიქციაში შემავალ აფხაზთა ხატთაყვანისმცემელ ეკლესიას და სწორედ მაშინ დადგა აფხაზეთის ეკლესიის ბიზანტიის ეკლესიისაგან გამოყოფა და ავტოკეფალიის მოპოვების საკითხი, რადგანაც ხატმებრძოლი კონსტანტინოპოლი უკვე აღარ იყო ანგარიშგასაწევი ხატთაყვანისმცემელი აფხაზეთის საპატრიარქოსთვის. არც აფხაზეთის, არც ეგრისის ეკლესიას არ მიუღია ხატების თაყვანისცემის აკრძალვა. პირიქით, ჩვენამდე მოღწეული არის სწორედ იმ პერიოდში შექმნილი ხატები და მათი ანალიზი იძლევა იმის საშუალებას, რომ გააქტიურდა ხატების თაყვანისცემა. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ხატების შესაქმნელად ამ დროს ახალ ტექნიკებს იყენებენ და ეს არის მათ შორის ერთ-ერთი ტიხრული მინანქრის გამოყენება და განვითარება და რომელიც სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. ეკლესიურად და პოლიტიკურად გაერთიანების შემდეგ იქმნება ტერმინი საქართველო. ეს, როგორც გითხარით, არ არის არც გეოგრაფიული და არც პოლიტიკური ტერმინი, არამედ ეს ნამდვილად ფასეულობითი ცნებაა, რადგანაც ევროპის მსგავსად საქართველოც არის ქრისტიანული ერთობა. რაც კარგად ჩანს გიორგი მერჩულის ცნობილ ფორმულაში, რომელზეც მართალია სხვადასხვა მოსაზრება არის გამოთქმული, მაგრამ მე ვემხრობი იმ მოსაზრებაც, რომლითაც აშკარად ჩანს, რაც განმარტავს ის ქართლში. გიორგი მერჩული წერს ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების, რომელსაც აშინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების. ქართული ენა, ანუ ლოცვის ენა აერთიანებს საქართველოს, იქ სადაც ქართულად ლოცულობენ, ამბობს გიორგი მერჩული, არის საქართველო. ანუ ამ პერიოდში იმ სამი მარკერიდან, რომელზეც ვილაპარაკებთ, ჩვენი იდენტობის სამი მარკერიდან სამივე გაძლიერდა. ეს არის რელიგიური მარკერი, ეს არის ენობრივი მარკერი და ცხადია სახელმწიფოებრივი მარკერი, როდესაც მოხდა ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. გიორგი რამინდა ჩათოზე ქვეყნის გაერთიანების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ათონის ივერთა მონასტრის დაფუძნებას, რაც ერთიანი საქართველოს პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოღვაწის დავით კურაპალატის სახელს უკავშირდება. სწორედ დავითის მიერ ბიზანტიისათვის სამხედრო პოლიტიკური დახმარების სანაცვლოდ მიღებული საფასით შეისყიდეს ქართველებმა მიწა. და მე-10 საუკუნის 80-იან წლებში ათონის მთაზე დაიწყეს ქართული მონასტრის შენება, რაც 3-4 წელიწადში დასრულდა და მას ივერიის ქართულთა მონასტერი, ანუ ივირონი ეწოდა.
როგორ არის ის დაკავშირებული დავით კურაპალატის სახელთან. დავით კურაპალატი, რომელიც პოპულარული პერსონა იყო და ანგარიშგასაწევი პერსონა იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და კერძოდ ბიზანტიის იმპერატორები ხშირად მას მიმართავდნენ თხოვნით, ხშირად აზრს ეკითხებოდნენ და ის მთელ მახლობელ აღმოსავლეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასე, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში დაიწყო იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება და როდესაც მისი დაახლოებული პირი ბარდას კლიაროსი გამოდის ბასილი მეორის წინააღმდეგ, როდესაც ბასილი მეორე ძალიან რთულ რეალობაშია და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში იმყოფება გარშემოწყული გარშემო ბარდას კლიაროსის მომხრეებით, ბასილი მეორის დედა დაუკავშირდება დავით კურაპალატს და თხოვს დახმარებას. თავის მხრივ დავით კურაპალატი მის ყოფილ სარდალს თორნიკე ერისთავს, რომელიც იმჟამად არის ათონზე, მიმართავს თხოვნით, რომ ის ჩაუდგეს სათავეში იმ ჯარს, რომელსაც ის გააგზავნის ტაოდან და დაეხმაროს ბიზანტიის იმპერატორს შინა პოლიტიკურ ბრძოლაში. თორნიკე ერისთავი ეუბნება, რომ ის უკვე შემოსილია ტაბააცვია, მაგრამ დავითის თხოვნა, რომ მან საბოლოო ესეთი პოლიტიკური ნაბიჯი გააკეთოს, თორნიკესთვის რაცა მისაღები იქნება და ის მოდის სათავეში ჩაუდგება იმ ჯარს, რომელიც ტაოდან ჩამოდის, ეს ჯარი ამარცხებს გაერთიანებული ჯარი ტაოსი, ანუ ქართველებისა და ბიზანტიელებს ბარდას კლიაროსი ბრძოლის ველიდან გაიქცევა და უამრავი საფასი რჩება, იმიტომ რომ მას მთელი სალარო წამოღებული ქონდა ფაქტობრივად და რჩება ბრძოლის ველზე და ბიზანტიის იმპერატორი გასცემს ბრძანებას, რომ მხოლოდ ქართველების არის ეს, რაც ბრძოლის ველზე ნადავლი რჩება და ნაწილს თორნიკე ერისთავი მისცემს იმ მეომრებს, რომლებიც ბრუნდებიან ტაოში, ხოლო დიდ ნაწილს ის წაიღებს ათონის მთაზე, სადაც როგორც გითხარით, ქართველები წკიდულობენ მიწას და იწყებენ მონასტრის მშენებლობას, რომელიც სხვადასხვა ავტორთა შეფასებით იყო ბრწყინვალე მონასტერი ივირონისა, რომელიც ინარჩუნებდა ერთ-ერთ განსაკუთრებულად მაღალ პოზიციას ყოველთვის ათონის მთის მონასტრებს შორის. ივირონში მოღვაწეობდნენ იოანე და ექვთიმე მთაწმინდელები, ცნობილი ერუდიტი და ბიზანტიაში სახელგანთქმული ქართველი საეკლესიო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივირონში შეიქმნა ქართული მეცნიერება და შემდეგ ის გადმოვიდა მედიევალურ საქართველოში. ეს იყო ადგილი, სადაც შეხვდა ერთმანეთს მეცნიერება და რელიგია, სადაც სარწმუნოება და განათლება გაერთიანდა. ივირონის დიდი ღვაწლია გაერთიანებული ქართული ერთობის თვითცნობიერების ჩამოყალიბებაში და გიორგი მთაწმინდელმა შექმნა მნიშვნელოვანი ნიშა ქართულ იდენტობაში, რითაც ქართული ეკლესია არა მხოლოდ თანატოლი, არამედ უპირატესიც კი წარმოაჩინა ბიზანტიის პოლიტიკურ და საეკლესიო მესვეურთა თვალში. ამრიგად განხორციელდა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება, შემდეგ კი პოლიტიკურად. შეიქმნა ცნება საქართველო, როგორც ფასეულობითი, როგორც ღირებულებითი განზომილება. ქართული ერთობა ქრისტიანული ნიშნით შეიკრა, ანუ მისი მთავარი მახასიათებელი გაერთიანების კონტექსტშიც, ისევე როგორც მისი იდენტობის მარკერი ხდება ქრისტიანობა, ანუ მთავარი მარკერის ქრისტიანობის ქვეშ, ანუ რელიგიის ქვეშ გაერთიანდა. საქართველო ქრისტიანულ ერთობას ნიშნავს და არა პოლიტიკურ ან გეოგრაფიულ კონგლომერატს. ახლა რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია, რომელიც
როგორც გითხარით, ეხებოდა გაერთიანების ფენომენს ევროპაში და საქართველოში. მე-19 საუკუნეებში ჩნდება ცნება ევროპა, რომელიც იძენს ახალ შინაარს, რომლის შინაარსი სრულად ქრისტიანობაზეა დაფუძნებული, რაც ქრისტიანულ სამყაროსთან კუთვნილებიც ნიშნავს, რადგანაც ამ დროს მოხდა მთლიანად ევროპის გაქრისტიანება. ამავე პერიოდს ემთხვევა აგრეთვე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანება და იქნება ტერმინი საქართველო, აქამდე საქართველოს ერქვა ქართლი, იბერია, კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი, ტაო, კახეთი, ჰერეთი, მაგრამ ერთიანი სახელწოდება, რომელიც მის ეთნარქთან არის დაკავშირებული, ანუ მის თვითდასახელებასთან, უძველეს თვითდასახელებასთან არის დაკავშირებული, არის საქართველო, რაც ნიშნავს სწორედ ქართველთა ქვეყანას. ამრიგად ერთმანეთს შეერწყა ეს ორი ქართული იდენტობის ორი მარკერი, ენა და რელიგია და თუ არა მცხეთა ერთობის ქართული სახელმწიფოს გაერთიანების ისტორია გაშინაარსებული ვერ იქნებოდა. და სანამ აი ამ მთავარის გარშემო არის ქართული ერთობა, ქართული იდენტობა გარშემორტყმული, მის არსებობას აქვს აზრი. როგორც კი იკარგება ეს იდეა და ეს მთავარი საქართველოს დაუშვათ დაკავშირება და გაერთიანება თუნდა ოცვითი კავშირის გარშემო, მაშინ ეკარგება რაღაც აზრი მის არსებობას და ამიტომ ამ პერიოდში მე-19 საუკუნეებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაშიც და საქართველოშიც ქრისტიანული ფასეულობების დატვირთვა არის გადამწყვეტი და იმ პროცესშიაზე ჩვენ ვისაუბრეთ კონსოლიდაციის, ანუ გაერთიანების პროცესში განსაკუთრებულად. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ქალბატონიკა, დავიწყოთ ჩვენი შეხვედრის მეორე ნაწილი, თუ გვაქვს კითხვები ქალბატონიკასთან ამ ეპოქასთან დაკავშირებით და წარმოადგენელ თემასთან დაკავშირებით. დავიწყოთ ეპოქასთან ჯერ უკან დაშა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაინტერესებს იოანე მარუშიძე. საიდან დაწინაურდა და რატო შეიძინა ესეთი ავტორიტეტი, რომ მას უსმენდა ელიტა. ეს ერთი. მეორე მაინტერესებს, საიდან და როდის დაწინაურდნენ ბაგრატიონები ქართლის და საქართველოს სამეფოების შესაბამის ტახტებზე. ამიტომაც მე ვიცი, ბაგრატიონები არ არიან ეთნიკურად ქართული წარმომავლობის დინასტია. და კიდევ მაინტერესებს ეს ბაგრატიონი 14 წლის, რომელიც ერთიანი სამეფოს ეპეთ მოიაზრება, ბაგრატ მესამეზეა, ხო ლაპარაკი? დიახ. და წინაური ბაგრატი ვინ არის? ბაგრატ პირველი და ბაგრატ მეორე. ისინი არიან ორივენი არიან ქართლის მეფეები. ერისმთავრის ინსტიტუტი ამ სამკითხვას მე ხა გავაერთიანებ და ერთად მოგიყვებით ამ ამბავს. ხოსროიანები, უბრალოდ რომელი დინასტიის? კი ბატონო, ეხავე გეტყვით მაგას ყველაფერს თქვენ რა შეკითხვებით დასვით, ეს ერთ კითხვა ერთ პასუხში ერთიანდება და ამიტომ პირველი იოანე მარუშიძე როგორ დაწინაურდა, იოანე მარუშიძე არის ქართლის ერისთავი. ადამიანების დაწინაურება იყო დამოკიდებული მათ მსოფლმხედველობაზე. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იოანე მარუშიძე ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდა წარმომადგენლებს შორის და რაღაცა ბაგრატის თუნდაც რაღაც გარშემო შემოკრებილ ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ის ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩანს, რომ ახალგაზრდაა და მისი პოლიტიკური ჯგუფის წევრები, თუმცა მათი სახელები არ ვიცით, ასე არიან. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ბევრ რაღაცაში ჩანს, მაშინ, როდესაც ისინი თუნდაც შედიან და ძალით გადააყენებენ თეოდოს, ეს აბსოლუტურად ესეთი მოუთმენლობის მომენტი არის, როდესაც მათ უნდათ რომ სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი. ეს ერთი და მეორე, როდესაც დავით კურაპალატი ვერ გაიგებს ამას და პირველი პრეცედენტი, როდესაც დაეძაბება ურთიერთობა ბაგრატიონთან, არის ის, რომ ვერ მიხვდება ის, რომ რატომ ასე ჩქარობენ ისინი და რატომ ხდება მოკეთ ეს ყველაფერი.
გამომდინარე აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის რაღაც ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც მოწინავე იდეას, ანუ ქართლის გაერთიანების იდეას შემოიტანენ ქართულ სააზროვნო სისტემაში. ახალგაზრდებში იგულისხმება ასაკით ახალგაზრდები ასაკით. არა, ახალგაზრდები სწორედ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრ მომენტში არის, როდესაც იოანე მარუშიძე აი ამ ბაგრატის რაღაც ახალგაზრდობაზეც თუ სხვადასხვაზეც ხდება სხვა დაუშვათ საუბრის დროს. ამიტომ ისინი კი მე ვფიქრობ, რომ ისინი სწორედ არიან ახალგაზრდები და მათი იდეებიც არის ძალიან ახალი. შემდეგი არის ის, რომ ბაგრატიონები როდიდან არიან ქართლის მესვეურები, როდესაც მეფობა გაუქმდება ქართლში მე-6 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ სპარსელები გაუქმდნენ მეფობას ქართლში და წერია პირდაპირ ქართლის ცხოვრებაში, რომ აღარ აძლევდნენ უფლებას ქართველებს ყოლოდა თავიანთი მეფე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხებდი სხვაგვარად, რომ ეს ჯამეტია, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს რა თქმა უნდა ყველაფერზე ვერ ვსაუბროთ. აი აქ ძალიან კარგად ჩანს ქართული იდენტობის დამოკიდებულება იმ მარკერისადმი, რომელსაც ქვია სახელმწიფოებრიობა, ანუ მეფობა. ამ პერიოდში არა მარტო ქართლში გაუქმდა მეფობა, არამედ ამაზე ადრე სომხეთში გაუქმდა და ალბანეთში. ანუ სამხრეთ კავკასიაში მთლიანად გაუქმდა მეფობა. მაგრამ იმ ქვეყნებში ასეთი დეფიციტი სამეფო ხელისუფლების გაუქმებისა არ ყოფილა. ეს ვამიგრებინებს იმას, რომ 428 წლის შემდეგ სომხეთში საერთოდ აღარ აღდგარა მეფობა, ერთიანი მეფობა, ანუ განგრძობადი სახელმწიფოებრიობა საერთოდ არ ყოფილა, ხოლო ქართლის მესვეურებმაო, როგორც ქართლის ცხოვრება წერს, ვერაფრით ვერ აიტანეს ის, რომ მათ არ ყოლოდათ მეფე. იმიტომ რომ მათთვის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ძალიან sapativrცემულო, ძალიან ძლიერი და ეს არის მათი დამოუკიდებლობის ერთგვარად გამომხატველი. ეს იყო ყოველთვის. ვფიქრობ, რომ გარკვეული დოზით არის ეხლაც და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც იქნება. ამიტომ პირველი, რასაც გააკეთებენ ისინი, ბიზანტიას თხოვენ, რომ ნომინალური მმართველი მაინც გამოგვიგზავნეო, რომელიც ჩვენ გვეყოლებაო. და ასე ბიზანტიელები გადაწყვეტენ, რომ ეს იყოს ერისმთავარი და პირველი ერისმთავარი იყო გუარამი, რომელსაც ფიქრობენ, რომ იყო ბაგრატიონი. და ამიტომ ბაგრატიონთა მმართველობას არა ბაგრატ მე-3-ის გამეფებით, ანუ 975 წლით, ანუ მე-10 საუკუნის ბოლოთი, არამედ სწორედ მე-6 საუკუნიდან ვარაუდობენ და მიაჩნიათ, რომ ეს იყო ყველაზე თუ კი ასია, ეს არის ყველაზე განგრძობადი დინასტია ევროპაში, იმიტომ რომ იწყება მე-6 საუკუნიდან და მთავრდება მე-19 საუკუნის პირველ წელს, ანუ 1800 პირველ წელს ბაგრატიონთა სამეფოს გაუქმებით და ამიტომ ევროპაში ძალიან ხშირად ხდებოდა ცვლა დინასტიებისა, ეს სწორედ ყველაზე განგრძობადი დინასტია. ამიტომ რაც შეეხება ბაგრატიონების წარმომავლობას, რაც თქვა, ძალიან დიდი სასაუბროა, მე სტატია მაქვს ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ და რაღაცა შემიძლია რომ მე გითხრათ, უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ ბაგრატიონთა სამშობლოდ სუმბად დავითის და ქართული წყაროების პერსს ასახელებენ, ანუ თვლიან, რომ სამხრეთ კავკასიიდან მოდიან. არის წყაროები და ცნობები სომხურ წყაროებში, ბიზანტიურ წყაროებში, სპერი. სამხრეთ საქართველოში, აი ტაო-კლარჯეთის ტერიტორია არის ეს. არის ცნობები მის შესახებ, რომ მოდის ან ორი ძმანი ბაგრატიონები, რომლებიც იყოფიან სომხეთსა და საქართველოში, ბაგრატიდები და ბაგრატიონები, არის მათი დაუშვათ სხვაგვარი წარმომავლობის იდეა, თუმცა ჩემთვის პირადად ნაკლებად საინტერესო არის, იმიტომ რომ ქართული ერთობისათვის ძიება იმისა, ვინ არის ის ეთნიკურად, საკმაოდ გვიან იწყება. ხოლო სოფხედველობა ქართველისა იყო ის,
რომ მის ეთნიკურ წარმომავლობას ცხადია მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელობა ჰქონდა იმ სოფხედველობას, რომელსაც ესა თუ ის პერსონა, ესა თუ ის გვარი თუ ასე შემდეგ ატარებდა. რაც გამოიხატებოდა სწორედ ღირებულებებისადმი ერთგულებით ქართული ერთობისა და ამიტომ ამის შესახებ მტკიცება ძალიან რთულია, თუმცა მოსეს ხორენაციც და სხვა ავტორებიც, რომლებიც სწორედ ამ პერიოდის ავტორები არიან და ვფიქრობ, რომ კარგად იციან ის წყაროები, რომლებმაც ჩვენამდე აღარ მოაღწია და განადგურდა ბაგრატიონებს, სწორედ ბაგრატიონთა წარმომავლობას ამას უკავშირებენ და ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ასე, რომ ისინი არიან მას შემდეგ ფარნავაზიანებისა და რევიანების შემდეგ, რაც სრულდება სწორედ ბაგრატიონთა დინასტია მე-6 საუკუნიდან, თუ კი ჩავთვლით, რომ ერისმთავარი ერთგვარად სამეფო ინსტიტუტია. მას არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც მეფეს, მაგრამ საქართველოში არ განადგურდა სამეფო ინსტიტუცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც მისი შემდგომი განვითარების და გაერთიანების გარანტია მოგვცა, რაც არ მოხდა მაგალითად სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებში. თქვენ კითხვა გქონდათ? ერთი ბაგრატიონების წარმომავლობაზე განეცემა. მეორე აი ესეთი მაინტერესებს ამ ქართულ ერთობაში ქრისტიანობა როგორც გაჩნდა, როგორც მოიკიდა ფეხი. მათ ღირებულებითი ღირებულება ევროპაში როგორც მივხვდი, რომ გავრცელდა ქრისტიანობა არ ქონდა, იმიტომ რომ მალევე მოხდა განხეთქილება, ხო რაღაც. რაც გულისხმობთ. ანუ ის რომ კათოლიციზმი ისკენ გადაუხვიეს, ხო? რაღაც შეიძლება გავიგოთ ისე რომ უბრალოდ პოლიტიკური არაღაც მიიღო ევროპამ თავის დროზე ქრისტიანობა და არა რაღაც. გამიჭირდება ამის თქმა, იმიტომ რომ თუნდაც ის რომ ევროპა გაერთიანდა ამ ნიშნით და მან არსებობა დაიწყო არა მარტო ტერმინმა, არამედ ზოგადად აი ამ რაღაცა ცნებამ თუ გაერთიანებამ ამ ნიშნით, ამიტომ მისი მიღებისას ეს არ იქნებოდა. შემდეგ დასავლეთისა და აღმოსავლეთის რაღაც გარკვეული დაპირისპირების თქვენ ახლა კათოლიციზმზე გქონდათ და ექნებოდა თემურს ამაზე საუბარი და აი აქედან გამომდინარე ეს ფიქრობთ ეს რომ აყენებენ ის ნაწილი როგორც მე არ მიმაჩნია თავი ევროპელად არანაირად პირადად, მაგრამ რამდენად შეიძლება რომ ჩვენ ევროპელებად ხო, რა გითხეთ, ის ძალიან რთული საკითხია ეს. ვთვლი რომ რაღაცა მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ეს არის ჩემი რაღაცა ერთი პირადი დამოკიდებულება და ამიტომ რაღაცა არ ვთვლი რომ რაღაც ისეთი ფასეულია რომ თქვენ გაგიზიაროთ. მაგრამ ევროპის ნაწილად ჩვენ ასეთი ურთიერთობები ევროპასთან არ გვქონდა. ჩვენი ევროპასთან კავშირი არის სოფხედველობრივი. არის ქრისტიანობასთან მიმართებაში. ბიზანტიასთან ჩვენი ურთიერთობა სწორედ ამაზე გადის. და არა იმათ, რომ ჩვენ შეიძლება და ვერ შეიძლება ყოფილიყავით თუნდაც გეოგრაფიულად ან პოლიტიკური სტრუქტურის თვალსაზრისით ევროპული სახელმწიფო, რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ რაღაცა გვაქვს ეს, იგულისხმება სწორედ ის, რომ იქ იყო ის, რაც დაიცავდა აუცილებლად ამ პატარა ხალხის თუნდაც დამოკიდებულებას ამ სოფხედველობას. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო რელიგია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხა ესე ვიგებთ ხოლმე, რომ ჩვენ მხოლოდ ვართ ქრისტიანები. აქ არის ყველაფერზე ლაპარაკი, კულტურა, არქიტექტურა, ლიტერატურა, ყველა დარგი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულია. მაგალითად განსხვავებით თუნდაც მაგალითად აი პირინეებისგან, მაგალითად ესპანეთისგან, პორტუგალიისგან, თუნდაც თანამედროვე. ეხლაც რო ჩავდივართ, იქ ძალიან დიდი მიქსი არის, მე ვთქვი ლექციაზეც, მუსლიმური. ჩვენთან ეს არაფერი არ არის. ჩვენთან არის აი ძალიან ხალასი, სუფთა, სრული ქრისტიანული სურათი, რაც გვაქვს. ყველაფერში აბსოლუტურად. იქნება ეს როგორც საისტორიო წყაროები, რომელიც განსხვავებულია და დაფუძნებულია ამაზე,
აი გიორგიმ თქვა ქართლის ცხოვრების შესახებაც და ჩვენც ვამბობთ ხოლმე რომ ის რაღაც თავისი აზროვნებით სწორედ შეეხება არა მხოლოდ იმას რომ სად რა მოხდა არამედ იქ ძალიან ბევრი რამე შეიძლება სტიქონ ქვეშ ამოიკითხო რაც ამ ძეგლს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა გარკვეულწილად ქართლის ცხოვრება რაღაც კრიტიკის ობიექტი ხდებოდა ხოლმე ყოველთვის ამიტომ ჩვენ ამით ვართ მოცული იმიტომ რომ ჩვენი მთელი კულტურა რომელიც არის ძალიან თვითმყოფადი კულტურა სწორედ ეფუძნება ქრისტიანობას მე ამას ხედავ ევროპასთან ჩვენ კავშირზე დღევანდელი დღის კონტაქტზე რა გითხრათ ეს საკითხი კიდევ გასაკვირია წინას ახალ მოგაქცევთ ყურადღებას ხელს იწერდეთ და თქვენ პირველი მეორე ხმა მაღლა ათონზე კი ათონის მთაზე როგორ იყიდეს მიწა ათონზე ხდებოდა ვისგან იყიდეს ვისგან აი ძალიან რთულია მაგრამ ეს ხდებოდა ჩვეულებრივ როდესაც იღებდნენ უფლებას ჩათვალეთ რომ ასია რომ აეშენებინათ მონასტერი მათ ააშენეს ქართული მონასტერი ის არც ჩვენი ტერიტორია იყო და იქ ასე მშენებლობის გამართვა ყველას რა თქმა უნდა არ შეეძლო ამიტომ მოიპოვეს ის ადგილი სადაც დაიწყო ქართული მონასტრის მშენებლობა იქ ეს ათონის ივერთა მონასტერი რომელიც შიც მოღვაწეობდნენ არა მარტო ქართველები შემდეგ არამედ ბერძნებიც და ერთი რამე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის რო ქართული მონასტერი იყო ნამდვილად ამაში ეჭვი ვის არ ეპარება მაგრამ მაინც რა ხდებოდა თარგმნიდან როგორც ბერძნულიდან ქართულად ისე ქართულიდან ბერძნულად და ამას აკეთებდნენ არა მარტო ქართველები არამედ აკეთებდნენ ბერძნებიც ანუ მათ ქართული ისეთი ქართული სავანე შექმნეს სადაც განათლების სერიოზული კერა იყო სადაც თუნდაც ბერძნებმა ესწავლეს ქართული იმისთვის რომ მოღვაწეობდნენ ემოღვაწათ ამ სავანეში ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კერა და ერთ-ერთი ის ადგილი სხვა საგანმანათლებლო ცენტრებს შორის რომელიც იყო აგრეთვე სხვადასხვა ტერიტორიაზე მაგალითად დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე ჯვრის მონასტერი და ასე შემდეგ რომელიც ყველა წარმოადგენდა სწორედ ასეთ საგანმანათლებლო ცენტრებს მაგრამ ათონი მათ შორის პირველია თქვენ ალბათ ათანასე დიდის ლავრას უკავშირებთ ამას და თვითონ ათანასე დიდის დამოკიდებულებას პირველ ქართულ კრებულთან და შემდგომ საერთოდ ამ მონასტერთან ამასაც გულისხმობთ ალბათ ხო ხო რაც ეკაც პასუხში ეს უბრალოდ ვისგან იყო უბრალოდ ათანასე დიდი ვისი იმით იყო ხო ვისი იმით დამკვიდრდა ეს ისტორია თქვა ათონი ინახავს ალბათ მე პირადად მართლა არ ვიცი კონკრეტულად ვისთან იყო ეს თქვა იურიდიული ურთიერთობა გაფორმებული აი ათანასე მისა მაგრამ ათანასეს ახლა ათანასეს დაუხადეს ეს ფული ათანასე მოუწერა ხელი ეს ათონის თვითონ ამ ავტონომიით როდიდან სარგებლობს სადეტალებზე ნამდვილად დიახ იოანე იყო არა იმ დიდი ლავრის წინამძღვარი დიახ თავდაპირველად რაც იწყება ჩვენ რაც ვიცით თავდაპირველად ვინც ჩანან ესენი არიან იოანე და მისი შვილი ექვთიმე ისინი არიან ორნი რომლებიც პირველად როდესაც იწყებენ ისინი საგანმანათლებლო საქმიანობას თავდაპირველად ის შეიქმნა როგორც მონასტერი მაგრამ ძალიან მალე გახდა სწორედ იქ სკოლა იქ დაუშვათ განათლების მიღება აქედან ჩასული ქართველები რომლებიც ძალიან ბევრნი იყვნენ დაწირაურებული ქართველები რომლებიც მიდიოდნენ იქ სწორედ სასწავლებლად აი რო ჩათვალოთ ის იყო ყველაზე ესეთი პოპულარული უმაღლესი სასწავლებელი რომელშიც დაწინაურებული ქართველები სწავლობდნენ და გამომდინარე აქედან შემდეგ ბერძნებიც აი ქართლის პრიორიტეტი ხო არ განისაზღვრებოდა იმით როგორც მხარისა იმითი რომ იქ უფლის კვართი იყო დამარხული როგორც ხედაში ანუ ეს ხო არ იყო მიზეზი იმისა რომ მის პრიორიტეტს ხო არ ასე ვთქვათ განსაზღვრავდა სხვა მხარეებთან შედარებით საქართველოს სასაკვირველია ამაში ეს იგულისხმება სწორედ მე ვთქვი როდესაც ქრისტიანობის შემოსვლაზე ვილაპარაკეთ რომ საქართველოს ქართველები გახდნენ განძის მცველები
ანუ განძის მცველობის შენარჩუნება და ამ განძის დაცვა იყო მათთვის მთავარი. და ცხადია, იმიტომ რომ მცხეთის აი თბილისის გადედაქალაქებასაც მე პირადად ახლა ჩემი კონკრეტულად ჩემი მოსაზრება არის ვუკავშირებს სწორედ ამ საკითხს, რადგანაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ცენტრის თბილისში გადმოტანა იყო ერთგვარი დაცვა მცხეთისა. ის უნდა შენარჩუნებულიყო როგორც სწორედ იმ განძის მფლობელი და არა დაუშვათ პოლიტიკური ბატალიების, რაც ხშირად იმართებოდა თბილისში. ამიტომ ყოველთვის თბილისის აღება ხდებოდა და არა მცხეთის აღება. ნანაკლებად ხდებოდა თუნდაც მისი აოხრება, თუნდაც მისი ძალიან ახლო მყოფობის მიუხედავად. გამომდინარე აქედან რასაკვირველია ეს ქართლის პრიორიტეტი ამაში და შემდეგ ეს ახლა ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ამისი ასე თქვა ძალიან მიჭირდება, რომ რატომ დაუშვათ ქართლოსი და არა ეგროსი. ცხადია, ქართლოსი და ეგროსი, რომელიც აბსოლუტურად სრულუფლებიანი ძმები არიან და ერთი ქმნის იქ დასავლეთ საქართველოს და მეორე აღმოსავლეთ საქართველოს ეთნარქები ხდებიან, მაგრამ მცხეთისადმი ეს თვალი თავდაპირველადაც იყო და ქრისტიანობის მიღებამ ეს ამას სხვა აბსოლუტურად დატვირთვა შეეძლო. აი დააკვირდით ახლა მოგაცეთ ყურადღებას ძალიან საინტერესო კონტექსტი აი ეკას პროსოფიდან გამომდინარე რომ ძალიან საინტერესო მაგალითს ეს მცხეთასთან ეს მიჯაჭვულობა ქართლის და ქართლის მცხეთასთან და შესაბამისად ამ ერთობის მცხეთასთან მიჯაჭვულობა ეს არ არის მხოლოდ ისტორიული კონტექსტი, აქ ძალიან ღრმა რელიგიური კონტექსტიც არის. როდესაც სამცხე-საათაბაგო აწყურის საყდარი მოწყდება მცხეთას და ეს განხეთქილება არ იქნება რელიგიური, ზუსტად იგივე წამს, იგივე მართლმადიდებლობას, იგივე იმას აღიარებს, იმ დროს აწყურის საყდარი არანაირი რელიგიური კონფლიქტი იქ არ არის, უბრალოდ პოლიტიკური ნიშნით ეს ისა მოწყდა მხარე მოწყდა საქართველოს და ეკლესიურმა საყდარმა თქვა, რომ ის მცხეთის გავლენის ქვეშ აღარ არის. ცალკე საყდარად ჩამოყალიბდა. რა მივიღეთ? მივიღეთ ამ მხარის მომენტალური გაუდაბურება, მივიღეთ ამ მხარის მომენტალური ისლამიზაცია. ანუ ნახეთ რა არის საინტერესო, თუ სხვა შემთხვევაში რელიგიური ჭეშემიტებისადმი ერთობა, იდენტობას უნარჩუნებს საზოგადოებას, სამცხეში ეს ვერ მოხდა. სამცხეში რაღაც ერთია კიდე დასამატებელი. მცხეთასთან კავშირის შეუწყვეტლობა. დაემგვანა იმ ტოლს, რომელიც მოწყდება, ასე ქვია, მცენარეს და ის ხმება მერე. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ მცხეთის მისტიკა, მცხეთის საიდუმლო თავის თავში გულისხმობს რაღაცა მეც, ვიდრე ისტორიულად მისი დედაქალაქის გამოცხადება, ან მასთან შეჭიდულობა, როგორც ეკამ გითხრა თავის ლექციაში, ანუ აქ არის რაღაცა ისეთი, სადაც იკრიბება ქართული ერთობა, სადაც თავის იდენტობას ქართული ერთობა იმას გამოხატავს. რაღაცა არის აქ ისეთი. სხვაგან არ არის, მაგრამ თუ სხვაგან მცხეთის გარეშეა, იკარგება აწყურში, იკარგება დასავლეთში, იკარგება აღმოსავლეთში. და რაღაცა იციან ამ ჩვენმა წინაპრებმა, ამათმა იციან, რაღაცა დაკითხვას კონ დასვით და რასაც ეკარგი პასუხი. რაღაცა იციან და იციან ის, რომ აი აქიდან თუ წავიდნენ უკვე დაიკარგებიან. აი ეს უნდა იყო. მე ჩვენ ისტორიის იმაზე ვნახავთ, მე ნელა გვექნება ეს ანალიზი, როდესაც სხვა დრო დგება და ცოტა იკარგება. ბოლოს შეკითხვა დამიტანოს. კაცო, რომელი მონასტრები, ათონის რომელი მონასტრებს ჰქონდათ საქართველოში მეტოქიონი? რა ქონდათ? მეტოქიონი. წარმატგანობა. არ ვიცი. ანტიოქია ვიცი მე და კონსტანტინოპოლი, იერუსალიმსაც კონი ნიკოლა პარაკი მე მეც არ ვიცი ვერ პასუხობთ. ბატონო? ფილოთეოს მონასტერს უნდა ხოდაში ჩდა. ერთ კითხვას შეიძლება. დიახ. ბოლო ქართველები რომელ საუკუნეში წდებიან ივეროში, მამეთი. და რომელი პატრიარქის ბოლო ქართველი როდის არის 1000-ზე?
ბოლო ივერონში. სანა ბიზანტიის იმპერია დაეცემოდა. ბოლო ქართველები მეგონი მე-14 საუკუნეში ხდება კავშირი და მე მე-18-ში მოგახსენებთ ხა გიორგი ბრწყინვალე არის ბოლო, რომელიც არის დამფინანსებელი ათონის ივერთა მონასტრისა. ამის შემდეგ რაც იგულისხმება რომ ამ დროს რა თქმა უნდა იქ არიან ქართველები და არის ქართული მონასტერი. ამის შემდეგ ჩვენ ამის შესახებ არ გვაქვს ასეთი ვინ შემორჩა ხა ეს ძალიან რთული საკითხია მე სპეციალურად ეს არ მიკვლევია და რა თქმა უნდა ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ მაგრამ ხო არ ვიცი მე-18 საუკუნემდე იყვნენ თუ არა იმიტომ რომ ჩვეულებრივად საქართველოსთან ხდებოდა ამის დაფინანსება ამას სხვა იქ არ უვლიდა იმიტომ რომ ბერძნებთან დამოკიდებულება ძალიან რთული იყო რასაკვირველი იქ აღმოცენებული ასეთი მონასტერი მათთვის რაღაცა გარკვეულწილად წარმოადგენდა რაღაცა პირველობისათვის თან იყო ჩართული ათონი ინტელექტუალურად იმ პირველობისათვის ბრძოლაში ამიტომ ყოველ შემთხვევაში მე რაც შემიძლია გითხრათ რომ იქ ნამდვილად იყვნენ ქართველები ეს მე-14 საუკუნე არის როდესაც გიორგი ბრწყინვალე მეფობს და გიორგი ბრწყინვალე აფინანსებს ათონს და აგრეთვე სხვა მონასტრებს რომლებიც საგანმანათლებლო ცენტრები არის. ხო, ლევან დათიანიც ხო გზავნის სათოლზე. ხო, მაგრამ აი დაფინანსების თვალსაზრისით არის ალექსანდრე დიდის ანუ ჩვენი რო არის და ჩვენგან ითხოვს ის პატრონობას ეს ბოლო ხო, მე ის ხდება რაც ხდება და თქვენ ხვდებით ხო საბოლოოდ იქაც აღარა ვარ და იქ რო აღარა ვარ აქაც აღარა ვარ და იქ ხდება რაც ხდება წინ ფასოლო და კვლევის საზოგადოების სახელით კილოცავდამდე გახალწელს კილოცავდამდე გშობას ჩვენ 2 იანვარს არ შევხვდებით შესაბამისად 9 იანვარს ეს ყველაფერი ჩავლილი იქნება დიდი მადლობა ყურადღებისათვის და ახალ წელს შევხვდებით ისევ კონცერტში